მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზეიმ 30 ოქტომბერს არის უკვე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ბიძანის მუნიციპალიტეტში, სადაც გავიდა ორი კანდიდატი, ერთი ნაციონალური მოზაურობა გიორგი ღვინიაშვილი და ქართული ოცნები და ბატონი დავით სონგულაშვილი, ჩვენ ბატონ დავით სონგულაშვილთან ვისაუბრეთ მის პროგრამას და მის ხედვებთან დაკავშირებით. ახლა მეორე კაცების მეორე ბლოკი უკვე დაეთმობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, დეპუტატის კანდიდატს, ბატონ გიორგი ღვინიაშვილს. თქვენ ტრადიციულად შეგიძლიათ უკვე განაცემის მეორე ნაწილში ბოლოსკენ უკვე დასვათ თქვენ საინტერესო ნებისმიერი შეკითხვა, რომლები ტიტრებშიც იქნება მითითებული და დავიწყოთ ბატონ გიორგი ჩვენი განაცხადი. პრინციპში იგივე კითხვით დავიწყებთ, მეორე ტურში ორი კანდიდატი გახდით, ვიდრე ვისაუბრებთ თქვენს პრობლემებზე, როგორ იყო წინასაარჩევნო გარემო და როგორია დღეს წინასაარჩევნო გარემო. მოგესალმებით ბატონ ლევან. მე პირველ რიგში გამოვიყენებ თქვენს ეთერს, მინდა რომ მივესალმო თქვენს მაყურებლებს და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც მე მხარი დამიჭირა პირველ ტურში და ასეთი ადამიანი არის გურჯაანში 10,000 და თქვენ მე მკითხეთ წინასაარჩევნო გარემოზე, მიუხედავად იმ უპრეცედენტო პირდაპირ დავარქმევ ბინძური კამპანიისა, რაც ხელისუფლებამ შემოგთავაზა ჩვენ, მე მაინც 10,000-მა ადამიანმა მხარი დამიჭირა. იმიტომ რომ ეს ადამიანები მე მიცნობენ, საქმეშიც გამოცდილი ვყავარ ამ ადამიანებს და ისინი მემენდობიან. საარჩევნო გარემოზე შეიძლება ითქვას ის, რომ დაწყებული ადმინისტრაციული რესურსიდან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საჯარო სამსახურებში, დამთავრებული ჩვეულებრივი ადამიანები, ვინც არ მუშაობენ, პენსიონერები, ყველა ადამიანზე მიდის ზეწოლა. აი რა გულისხმობდით, აი თქვენ ამბობდით მე მაგალითად მოვიყვან თვალსაჩინო მაგალითი იქნება, მე მგონი გუშინ წინ თქვენს ეთერშიც გავიდა, ცენტრალურ ტელევიზიებშიც გავიდა, თუ როგორ ემუქრება კომისიის წევრს ქართული ოცნების კოორდინატორი კაჭრეთის ზონის სოფლებში. ეს არის გივი რამაზაშვილი, იგივე ჭახანა, მას ესე იცნობენ გურჯაანის რაიონში. ადამიანი, რომელთვისაც ზოგადად არჩევნები გადაქცეულია ბიზნესსა და ფულის შოვნის წყაროთ და მე ამას ვამბობ სრული პასუხისგებლობით და მე მგონი მოისმინეთ ჩანაწერი ხელისუფლება გარდა იმისა, რომ ამორჩეველზე ზემოქმედებს, პირდაპირ გადავიდნენ კომისიებში პარტიის კომისიის წევრებზე მუქარით. ხომა ეს იყო კერძო ინიციატივაო, ჩვენ აი ქართული ოცნების კანდიდატით საუბრობდა, რომ იყო კერძო ინიციატივა და მან მოუწოდა კიდეც სხვა ამომრჩევლებს და მის მხარდამჭერებს, რომ ასეთი ინიციატივებს მაქსიმალურად გაემიჯნოთ. თქვენ როგორ შეაფასებთ აი ეს ფაქტი ყველა ნახა ჩვენი ეთერითაც იყო გასული, როგორც თქვენ აღნიშნეთ ცენტრალური არქივითაც. ამის გარდა თქვენ თუ გაქვთ აი რა გარკვეული ტიპის მტკიცებულებები ან თუნდაც საჩივრები დაწერილი ნაციონალურ მოძრაობას პირველ ტურთან დაკავშირებით. თუ არის გარკვეული ფაქტების ერთობლიობა, აი რაზეც საუბრობთ, რომ არჩევნები მიმდინარეობდა, თქვენ როგორც თქვით, თქვა არასამართლიანად. ამ ადამიანმა ვიზეთ ზეწოლას ახორციელებდა გივი რამაზაშვილი, თავისი დაცვის გამო მოახერხა და გააკეთა ეს ჩანაწერი. იმიტომ რომ გივი რამაზაშვილი მას არაერთჯერ შეხვდა და წინა საუბრებშიც იყო მუქარა, როგორც ჩემთვის ცნობილია და ამიტომ რომ ადამიანს თავი დაეცვა, ეს მოახერხა. მაგრამ უამრავი ადამიანია, რომელსაც ეს არ მოუხერხებია. მე ხლა ნამდვილად არ მინდა პიროვნულად ვინმე შევეხო, მე დათო სონღულაშვილს ჩემ კონკურენტს ვიცნობ და მე პიროვნულად მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ როდესაც ადამიანი ახალგაზრდა კაცი მით უმეტეს პირველ ნაბიჯებს დგავ პოლიტიკაში, მე ჭყვას არავის არ ვარიგებ, ნამდვილად არ მინდა ეს, მაგრამ მე უბრალოდ ვურჩევდი მას, რომ ადამიანი როდესაც ამ საქმეს აკეთებ და ამ საქმეს დაადგები, უნდა იყო პირველ რიგში შესამომრჩეველთან მართალი. ყველა მიცის აბსოლუტურად მეზობელს ვერ ელაპარაკება, იმიტომ რომ შეიძლება მეორე მეზობელი აღმოჩნდეს პოლიტიკურად სხვა ორიენტაციის. დაწყებული საბავშვო ბაღებიდან, სკოლებიდან ყველა პედაგოგს და ეს განსაკუთრებით გაძლიერდა კიდევ მეორე ტურში, ყველა პედაგოგს აქვს დავალება პირდაპირ, რომ მან უნდა შევიდეს და ოცნების კომისიის წევრების დასანახად უნდა გააკეთოს თავისი აი ამის მტკიცებულება არის, თქვენ ყავთ თქვენი მხარდამჭერები. თუ ესეთი რამე არის, ისინი ვერ მოიპოვებდნენ თუნდაც ასეთი ტიპის ჩანაწერებს ან მტკიცებულებებს.
თუ ყველასთვის ამის შესაძლებლობა არ არის, ყველა შეიძლება ამის გამბედაობა არ აქვს. მაგრამ თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა გურჯაანელმა ხო იცის ბატონო ლევან, რომ დღეს ესეთი მდგომარეობაა. აბსოლუტურად ყველას თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ და შეიძლება ადამიანებმა გაბედონ და გითხრათ და მოგიყვნენ ისინი თუ რა დღეში არიან. მოხუცებულებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს ემუქრებიან იმ საარსებო წყაროს წართმევით, რასაც დახმარება ქვია. ის რამოდენიმე თეთრით რო ეხმარება სახელმწიფო, ამის წართმევით ემუქრებიან და პედაგოგებს სამსახურების დაკარგვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი სხვები ვიტყვი რომ თქვენ თქვით გარეთ გახვიდეთ, ჩვენი ჟურნალისტები აქტიურად დადიან, საინფორმაციო ჯგუფის ჟურნალისტები და მე მინდა აღვნიშნო, რასაც ჩვენ ნახულობთ, რასაც ადამიანები საუბრობენ. მსგავსი ტიპის საუბრები ფაქტიურად არ ყოფილა. ბატონო ლევან, მე კიდე ერთი რამ მინდა გითხრათ რა, რომ ახლა მშვიდ გარემოზე იყო ლაპარაკი, მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ამ წინა საარჩევნოდ კიდე კვერცხები და წიწილები არ გვესროლეს, მაგრამ რასაც ქვია წინა საარჩევნო კამპანია არის ძალიან ცუდი. აქ არის არათანაბარ პირობებში ჩაყენებული ოპოზიციური პარტია და სახელმწიფო პარტია. მთელი ადმინისტრაციული რესურსი, სუსი, პოლიცია, სოფლის ყველა გამგებელი მუშაობს ადამიანების დაშინებაზე და ადამიანებს აყენებენ პირდაპირ შეურაცხყოფას. და მე მჯერა, რომ მოვა დრო, რომ გურჯაანელი მოსახლეობა ამ ხელისუფლებას ამას არ აპატიებს. ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა, რომ ადამიანი მოაკლო იმის საშუალებას, რომ მან გააკეთოს თავისუფალი არჩევანი. როდესაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში, ბატონ გიორგი და თქვათ იყრიდით იგივე კენჭ მაჟორიტარი დეპუტატობისგან და ზუსტად მაშინაც იგივე საუბრები იყო უკვე თქვენი ოპონენტების მხრიდან, რომ მთლიანი ადმინისტრაციული რესურსი, სუსი და ასე შემდეგ დაკავებული იყო, თქვათ ზეწოლით და მაშინ აქტიურად იყო ხო ამაზე საუბარი, ჩვენ ვიცით რომ ამ თემაზე აქტიურად განიხილავენ. დღეს საუბრობთ, მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების მათი ნაწილიც ამ თემას ეხებოდნენ. დღეს საუბრობთ, რომ აი შეფასება როცა მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციების უდიდესმა უმრავლესობამ, იგივე ამერიკის ელჩმა იყო საუბარი ნატოს გენერალურ მდივანზე, ხო ნატოს წარმომადგენლებზე, რომელმაც გააკეთეს რომ მცირე ხარვეზების გარდა პრინციპში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ეს იყო დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს მათი შეფასებებია. დასავლელი პარტნიორების, რომელთანაც თქვენი ხელისუფლება, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, როცა იყო ხელისუფლებაში, აქტიურად თანამშრომლობდა, ხო? აი თქვენ როგორ შეცდომაში შეიყვანეს მაშინ რა? ბატონო ლევან, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დროს თუ კუდიდან თუ სუსიდან ხდებოდა ასეთი ფაქტები, ჩვენ ამის ფასი მე მგონი 2012 წელს გადავიხადეთ. მაგრამ მე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენ ახლა ვესაუბრებით ჩვენ ამორჩევლებს, ჩვენ მოქალაქეებს. თვითეულმა ადამიანმა იცის, მე მინახავს და მახსოვს შევარდნაძის დროინდელი არჩევნები. ეს არის ამხრივ უპრეცედენტო არჩევნები. თქვენ კი ამბობთ, რომ თქვენი ჟურნალისტები დადიან გარეთ, მაგრამ ზოგი ბედავს, ზოგი ვერ ბედავს, მაგრამ ადამიანებმა მე მათ აი აქედან ტელეკამერიდან პირდაპირ თვალებში უყურებ და მათ ძალიან კარგად იციან თუ რა გარემოა, რა წინა საარჩევნო გარემოა დღეს ჩვენს რაიონში და ზოგადად ქვეყანაში, იმიტომ რომ სხვა რაიონებიდანაც მაქვს მე ეს ინფორმაცია. არ ქონდათ ეს ვერ მიაწოდეთ, არ ქონდათ საერთაშორისო დამკვირვებლებს თუ არის ასეთი ტიპის ფაქტები. რატომ აკეთებენ ისინი ასეთ ფაქტებს? ვაწვდით, ასეთ ფაქტებს აუცილებლად მივაწვდით კიდეც, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას, რომ წინა საარჩევნო კამპანია ქართულმა ოცნებმა ჩაატარა ძალიან ცუდად, რაც გამოიხატება ადამიანების მოსყიდვაში, ადამიანების დაშინებაში და ადამიანების დატერორებაში, პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ ამას. აი თქვენი აზრი როგორია, რატომ ვერ მიაწოდა მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ მათ სათანადო ინფორმაცია, თუ აი თქვენი აზრი როგორია, რატო აკეთებენ ისინი მკვეთრად დადებით განცხადებებს წინა საარჩევნო გარემოზე? თითქმის ყველა დამკვირვებელი, შიდა დამკვირვებლები თუ საერთაშორისო დამკვირვებლები, ანუ არასამთავრობო სექტორიდან და იგივე პოლიტიკური წრეებიდან მათ შორის. ბატონო ლევან, ჩვენ ასეთ ფაქტებს ვაძლევთ აუცილებლად ყველა ორგანიზაციას, კიდევ ვიმეორებ, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგრამ მე პირველ რიგში ჩემთვის პირველი არის ჩვენი მოსახლეობა. ჩვენი მოსახლეობა არის დაშინებული და შეურაცხყოფილი. და მე მჯერა, რომ გურჯაანის მოსახლეობა ამას აუცილებლად არ შეარჩენს ქართულ ოცნებას. გასაგებია, ბატონო, გადავიდეთ მეორე საკითხზე. მეორე ტური, ზეგ არის კვლავ მეორე ტური. წინა პირველ ტურში თქვენ როგორც აღნიშნეთ 10,000 ადამიანმა დამიჭირა მხარეო, სხვაობა იყო ასეთი, რომ 43 და 91, 32 და 4-ზე, ხომ თუ არ მეშლია ზუსტად მახსოვს.
აი ამ სხვაობის პირობებში თქვენ როგორ შეაფასებთ თქვა მეორე ტურს, რა მოლოდინები გაქვთ მეორე ტურისგან და შემდეგ უკვე ვისაუბროთ კონკრეტულად რას პირდებით, რა არის თქვენი გზავნილი ამ მომჩევლებთან. რა მოლოდინები გაქვთ მეორე ტურისგან, როგორი იქნება მეორე ტური? მე პირველ რიგში მინდა ჩვენს მოსახლეობას უთხრა ერთი რამ, რომ საერთოდ ძალიან საშიშია ქართული სახელმწიფოსთვის, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ერთპარტიულობა. ძალიან სახიფათოა კონსტიტუციური უმრავლესობა, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორც არის ჩვენი ქვეყანა და ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ყავს არაფორმალური მართველი და არის არაფორმალური მმართველობა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს საქართველოს არც კვირიკაშვილი მართავს და არც მთავრობა არ მართავს. დღეს საქართველოს მართავს ერთი ადამიანი და სწორედ მას ჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა და სწორედ მას უნდა რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მოირგოს თავის თავზე და მთელი ქვეყანა მოირგოს თავის თავზე. ამიტომ ეს არის ძალიან სახიფათო. პირველ რიგში მე ვამბობ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან სახიფათო, ჩვენი ხვალინდელი დღისთვის და ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. რაც შეეხება მეორე საკითხს. ჩვენს მოსახლეობას ძალიან მწარე გამოცდილება აქვს ბოლო 4 წლიანი თუ როგორ ასრულებს ჩვენი ხელისუფლება დაპირებებს და როგორ წყვეტს ჩვენი მოსახლეობის პრობლემებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ 4 წლის განმავლობაში თითითიძე არ დადებულა იმისთვის, რომ ქვეყანა წასულიყო წინ. პირიქით, ქვეყანამ დაიწყო უკუსლა ყველა თვალსაზრისით, ეკონომიკა ვიცით რა დღეშია, კრიმინალი ვიცით რომ მომატებულია ქვეყანაში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულება მოიმატა და დღითი დღე სულ უფრო და უფრო მეტი ოჯახი ღარიბდება ამ ქვეყანაში. მე წინასაარჩევნო ჯერეთი ძალიან კარგად ვიცნობ გურჯაანის რაიონს, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ძალიან ბევრი ნათესავი, მეგობარი და ნაცნობი მყავს ამ რაიონში, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე დაახლოებით 6000 ოჯახში შევედი. მე ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს შევხვდი, მოტყუებულ პენსიონერებს, გაწმირდებულ ადამიანებს, რომლებსაც ეგონათ 2012 წლის მერე რომ ისინი იშოვიდნენ სამუშაო ადგილებს. ძალიან ბევრ ადამიანს მოხსნელი აქვს და ძალიან ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ სოციალური დახმარება. ახალგაზრდები რაც მთავარია. მე ესეთი უიმედობა, ესეთი სასოწარკვეთილება, რასაც ახალგაზრდობაში ვხედავ, ჯერ არ მინახავს. ახალგაზრდებმა არ იციან როგორი იქნება ხვალინდელი დღე მათი და უბრალოდ არ იციან როგორ უნდა იცხოვრონ. აი ამ პრობლემებს უნდა ყველა პრობლემას უნდა გადაწყვეტა. რა პრობლემებსაც აქვთ ახ პასუხი რომ აი 4 წელი იყავით და ეს პრობლემები რაც არ არის დღეს გაჩენილი და წლების განმავლობაში მოდის, აი იმ პერიოდში რა გაკეთდა. ამაზე საუბარი ვცლაცა შეიძლება მოკლედ პასუხოთ ამ მოსაზრებასაც. კითხვა გამეორეთ. 4 წელი, 8 წელი იყავით, 9 წელი იყავით ხელისუფლებაში და ეს პრობლემები ხო დღეს გაჩენილი არ არის, ახალგაზრდობის პრობლემები თუნდაც დასაქმების პრობლემა ხო დღეს გაჩენილი პრობლემები არ არის. რა გააკეთა ამ შემთხვევაში ქართულმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაგიშვა თქვენი ოპონენტი ახლა აქ რომ იყოს, იქნებ უთხრათ თქვენ თქვა იგივე რატომ ვერ მოხერხდა თუნდაც ამ პრობლემების ასე გადაჭრა მათ შორის გურჯაანში და შემდეგ ვისაუბროთ ძალიან მოკლედ უკვე ცოტა დრო დაგვრჩება რას თავაზობთ თქვენ გურჯაანებს. ბატონ ლევან, მე განსაკუთრებით აი ახლა ბოლო დროს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მაქსიმალურად ვერიდებოდი რომ წარსულზე მელაპარაკა. მე უფრო ვცდილობ რომ მომავალში დავსთავაზოთ ადამიანებს, თორე ამ ქვეყანაში ძალიან კარგად იცის ხალხმა, თითოეულმა ადამიანმა, ნუ ახლა თუ არ უნდა რომ დაინახოს ეს სხვა ამბავია, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიხსენოთ და მე მგონი ძალიან კარგად ახსოვს ხალხს 9 წელი რა გავაკეთეთო რომ გვეკითხებიან, ჩვენ რომ მოვედით ხელისუფლებაში რა იყო საქართველო და რა საქართველო დაუტოვეთ 2012 წელს ქართულ ოცნებას, როდესაც ჩვენ ხელისუფლებიდან წავედით. ძალიან ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ 21 საუკუნეში შუქს გვაყვედრით, 21 საუკუნეში წყალს გვაყვედრით. 21 საუკუნე იყო ბატონ ლევან, რომ ამ ქვეყანაში შუქი არ იყო. და ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ამ შუქის მოსვლას უნდა მარტო იმ ჩამთვლის ჩამოწევა და ესე მოდის. 600 მილიონიანი ბიუჯეტი დაგხვდა. არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ მუშაობდა. არც შუქი იყო, არც გაზი იყო, არც წყალი იყო, არც გზა იყო, არაფერი არ იყო ამ ქვეყანაში. ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და სახელმწიფოს დაუბრუნეთ სახელმწიფოებრიობა. 600 მილიონი ბიუჯეტის შემდეგ 9 მილიარდი დავახვედრეთ ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას. ქვეყანა, სადაც ბიზნეს გარემო იყო ერთ-ერთი საუკეთესო.
ქვეყანა, რომლის რომლის ეკონომიკაც მიდიოდა წინ. აი მაგალითად გეტყვით ერთ რამეს რა არის დღევანდელი ჩვენი ლარი. და როგორი გაუფასურებულია ლარი და არჩევნების პერიოდშიც კი პირველიდან მეორე ტურამდე ლარს ვერ იჭერს ვერავინ და გარბის უსაზღვროდ. არჩევნების მეორე დღესვე გაძვირებულია საწვავი, გაძვირებულია შაქარი და რა თქმა უნდა დოლარი როცა ზემოთ მიდის, ძვირდება ყველანაირი პროდუქცია და ეს ჩვენ მოსახლეობას აწვება. გასაგებია ბატონო, მოდით გამოვაცხადოთ მოქალაქეებს თქვენ შეგიძლიათ უკვე ჩვენი საინტერესო იწვრება გვაქვს რამოდენიმე წუთი, 5 წუთი თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ გადაცემაში პირდაპირ სატელეფონო ჩართვების საშუალებით ნომრებზე 0353 22 33 30 და მობილურის ნომერზე 592 12 20 58 დაგვირეკეთ გადაცემაში და სრულის შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვა ბატონ გიორგი ღვინიაშვილთან გამოხატოთ საკუთარი პოზიცია ვიდრე სატელეფონო ზარები გვექნება გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი მოდით თქვენ თქვით რომ მომავალზე ვართ ორიენტირებულიო და იქნებ გადაცემის დასასრულს ამ თემას შევეხოთ დღეს პირველ ტურში გვაქვს ის შედეგი რაც გვაქვს ხომ უმრავლესობით არის ქართული ოცნება თქვენი არჩევის შემთხვევაში რას თავაზობთ თქვენ ამომრჩეველს რატომ უნდა დაუჭირონ მოქალაქემა გიორგი ღვინიაშვილს ფარი და რას თავაზობთ რა არის თქვენი კონკრეტული გზავნილი ჩავთოთ მოქალაქე და შემდეგ მიპასუხეთ ამ კითხვაზე ეთერში ხარ გისმენთ ეთერში ხარ ალო მოგესალმებით ალო ეთერში ხარ გისმენთ ისაუბრეთ გამარჯობა მოგესალმებით მოგესალმებით ჩვენ ბრძანეთ კითხვა მე ესამეს გეტყვი ბატონ ლევან მეგონი მისმენთ ხო დიახ ბერმა დედამ ბერმა ოჯახმა ბერმა მეგობარმა და ბერმა ნათესავმა ინაწვეს აი ამ კაცისნაირი რომელიც გვერდიდის დიახ ისმის თქვენი ხმა სამწუხაროდ შეწყდა აი თქვენი მხარდამჭერის ზარი იყო მე მაყურებელს ვთხოვ რომ კიდევ თქვენ შეგიძლიათ დაარეკოთ გადაცემაში და დავიწყოთ მათ კიდევ ზარია სტუდიაში ეთერში ხარ გისმენთ ეთერში ხარ გამარჯობა ბატონ ლევან მოგესალმებით მივესალმები ბატონ გიორგის მოგესალმებით ბატონ გიორგი ერთ შეკითხვა მაქვს ერთად თქვენ აღნიშნეთ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ უნდა იყოს პარლამენტში ერთი პარტიის მიერ და ყველა ოპოზიციური პარტიები ნაციონალურ მოძრაობასაც და ოცნებასაც ბრალსდებენ იმაში რომ მოხდა თქვენ შორის გარიგება რომ ეს ორი პარტია უნდა ყოფილიყო ძირითადად პარლამენტში და ეხლა ისე ხომ არ იქნება რომ ამ დარჩენილ 4 წელიწადში თქვენ გაიშვიროთ ხელი ოცნებისაკენ, ოცნებამ ნაციონალური მოძრაობისაკენ და საქმე ისევ წინ არ წავიდეს. გასაგებია, მალოთ კითხოს. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადავუხადო ამ კითხვისთვის. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის აბსურდი, რომ ჩვენსა და ოცნებას შორის იყოს რაიმენაირი გარიგება. ჩვენ აუცილებლად ხელს გავიშვერთ ისე კი არა, ჩვენ საფუძვლიანად გავიშვერთ ოცნებისკენ ხელს იმის გამო, რომ ისინი საქმეს არ გააკეთებენ, თუ ისინი საქმეს არ გააკეთებენ, ჩვენ აუცილებლად მათ მოუწოდებთ, აუცილებლად შევახსენებთ და აუცილებლად მოვთხოვთ, რომ გადაწყვიტონ ხალხის პრობლემები. რაც შეეხება იმათ მხრიდან ჩვენზე ხელის გამოშვერა, 4 წლის განმავლობაში მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ მას. ქართულმა ოცნებამ ბოლომდე ვერ გაიგო, რომ ისინი არიან ხელისუფლებაში. ჩვენ თუ ცუდები ვიყავით 2012 წელს წავედით ხელისუფლებიდან და ნაცვლად ჩვენსგან ხელი შვერისა ოცნებამ უნდა გააკეთოს საქმე. აი ამაშია საქმე. 4 წელი იშვირეს ხელი, საქმე არ გააკეთეს და ქვეყანა მიიყვანეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ამიტომ მათ უნდა ააკეთონ საქმე, ხელი კი არ უნდა იშვირონ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და გპასუხობთ, რომ ჩვენსა და ოცნებას შორის არანაირი გარიგება არ იქნება, თუ ეს არ ემსახურება რაღაც საქართველოს თავდაცვიანობის საკითხს არ რაღაც. გამორიცხულია რომ ჩვენ რაღაც გარიგება გქონდეს ისეთი რომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ პარლამენტში მომხდრება. ბატონ გიორგი, ჩვენი საერთოდ იწვება და გადაცემის ბოლოს რატომ უნდა დაგიჭიროთ ამ მომრჩეველმა მხარი, რას თავაზობთ? კარგით, გიპასუხებთ ბატონ ლევან, მადლობა თქვენს ამ კითხვისთვის. მე მინდა ძალიან მოკლედ უთხრა ჩვენს ამ მომრჩეველს, რომ მათ ჭირდებათ
ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას მუდმივად შეახსენებენ მათ პრობლემებს და მუდმივად აიძულებენ ხელისუფლებას, რომ მათი პრობლემები გადაწყვიტონ. მე ძალიან მოკლე მაგალითს მოგიყვათ ახლა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ამ ადამიანს აჩემებული აქვს ეს თველიო, მაგრამ გურჯაალის რაიონი ფაქტიურად ცხოვრობს მევენახეობით, ხო? თუნდაც ატმის ფასი ვთქვათ, სხვა პროდუქტები ვთქვათ, თქვენ გაიხსენეთ 4 წლის განმავლობაში. მარტო გურჯაანში ხო არ მოდის ყურძენი და დაუშვათ მე ვიყავი აქ ოპოზიციური დეპუტატი. თელავსაც ყავს დეპუტატი, თელავშიც მოდის ყურძენი. საგარეჯოსაც ყავს დეპუტატი, საგარეჯოშიც მოდის ყურძენი. სიღნაღში, ყვარელში და ასე შემდეგ. რომელი ქართული ოცნების დეპუტატი გინახავთ, ან ჩემთან ერთად ქუჩაში, ან პარლამენტის ტრიბუნაზე, რომელსაც გაუპროტესტებია ყურძნის ფასი ან ატმის ფასი. აი მე გეკითხებით, რომელი ქართული ოცნების წარმომადგენელს მიგინახავთ? გამოდიან მინისტრები, რთვლის ბოლოს დაცინიან ხალხს, გაუბედურებულებს დატოვებენ ხალხს, მერე უკრავენ ერთმანეთს ტაშს, რომ მთელი კახეთში ჩატარდა კარგად. აი მოკლედ რო ვთქვათ, ჩვენ შევცვლით იმას, რომ მუდმივად შევახსენებთ და არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ საერთოდ დაივიწყონ ჩვენი მოსახლეობის პრობლემები. დამიჯერეთ ჩვენს მოსახლეობას საქართველოს პარლამენტში ჭირდება ძლიერი და მრავალრიცხოვანი ოპოზიცია, რომელიც ვიქნებით ჩვენ წარმოდგენილი, თუ ხარს დაგვიჭერენ და აუცილებლად ყოველთვის ვისაუბრებთ მათ პრობლემებზე და ყოველთვის ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ მათი პრობლემები შეასრულონ. გასაგებია, დიდი მადლობა. ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო, გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბატონი გიორგი ღვინიაშვილი. მე გისურვებ თქვენ წარმატებას და დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ეს იყო გადაცემა კვირის თემა, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ.